კლიენტზე ზრუნვის გარემო. აქაც ისევ მიზანს ვისახავთ, რომ დაგაფიქროთ. ხო, ანუ ეს არ არის ტრეინინგი, ეს არ არის სწავლა. და ესეც შეკითხვა მაქვს, რომ მივედი, რა ვიცი, სახლისთვის მინდა ვიყიდო, რა მინდა, კაფელი მინდა ვიყიდო სახლისთვის. და მივედი მაღაზიაში, სადაც ვფიქრობ, რომ კაფელი ვიყიდო, ხო? და შესასვლელში კართან, კარში ფაქტიურად დაცვის ბიჭი დგას და ეწევა. აი სადაც მე უნდა შევიდე. ეს კარგი ამბავია თუ ცუდი ამბავია, როგორ ფიქრობთ? არასასურველი, იმიტომ რომ თუ ეწევა მოწიოს, მაგრამ ახლა კარში და კლიენტის გასავლელ ადგილას არა. შეუძლია თუ არა კარში მწევალ დაცვის ბიჭს კაფელი გააფუჭოს. ანუ კაფელის ხარისხმა დაიწიოს, იმიტომ რომ კარში დაცვის ბიჭი ეწეოდა. სუბიექტურად, დიახ, შეიძლება. ჩვენ ხანდახან გონია, რომ კაფელი კაფელია და კლიენტი მოდის და კაფელს ყიდულობს, ან კბილს იკეთებს ჩვენ კლინიკაში, ან სერვისებს ყიდულობს ჩვენგან, ხო? არ არის ეგრე. კლიენტი ყიდულობს, დღეს ამბობენ, მთლიან გამოცდილებას შენთან ურთიერთობით. შენ თუ ძალიან მაგრა გაუკეთე დაკვეთა, გაუყვანე ქსელი, აი უმაღლეს დონეზე და მე ბუღალტერმა სისხლი გაუშრო ფაქტურის თემაზე, ჩათვალე, რომ რაც დავთესეთ, ასე ვთქვათ, ნახევარი ჩვენვე გავაფუჭეთ, ჩვენივე ხელით, ხო? აი ეს კაფელი საიდან გამახსენდა, მე მივედი კაფელის საყიდლად, აი მაგარი შოურუმი და აშკარად ნატრეინინგები, გამყიდველები და მაგრა იმუშავეს და აგვარჩევინეს და ისა და წამოსაღებად გავაგზავნე სადღაც საწყობში და ჯერ მოუსვლელში ვიყავი, სადღაც წავედი რა, ეს უკვე არ მომეწონა ცხადი. და მე მუშა, რომელიც ამას ტვირთავდა, ესე იგი, ხო, იგინებოდა, განუწყვეტლივ იგინებოდა. ვისაგინებდა კონკრეტულად არავის, მაგრამ ხო, აი ეს არის რა და იმ ტიპებს კიდე შოურუმზე აი მე მგონი მილიონი აქვთ დახარჯული და აი ამ მუშაზე რომ ეს არ იგინებოდეს კლიენტის თანდასწრებით, არ აღმოაჩნდათ. ჰა? და მეორედ ხომ აღარ ვიყიდი, მაგაშია მოღამე. იცით? ხო, ძალიან კარგად იმუშავებს ეგ სიტუაცია. ჯერ ერთი მეორედ აღარ იყიდი. მეორეც ერთი, ესე შევხედოთ, ვიყიდი თუ არ ვიყიდი ერთი საკითხია და მეორე საკითხია კმაყოფილი ვიქნები თუ არა, ხო? მეორედ არ დამჭირდება კაფელი, ან ჩემ ახლობელს არ დაჭირდება, მეორედაც დაჭირდება და 22. თქვენ ხო იცით, რომ უკმაყოფილო კლიენტი ერთ 10 თავის ახლობელს მოუყვება 2 დღეში ამბავს, ხო? ახლა მე ვდგევარ და აგერ ფართომასებს ვუყვები, მაგრამ არ ვამბობ ვიზია საუბარი, ხო? მაგრამ იცით რატო არ ვამბობ ვიზია საუბარი, იმიტომ რომ საუბარი არის თქვენზე. ჩვენზე და თქვენზე. ანუ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეხედოს, რომ შენი პროდუქტი ის კი არ არის, აი ვიწროდ რაც შენი პროდუქტია. არის ყველაფერი, რაც არის მასთან დაკავშირებული. მაგალითად, საბურავების ყველაზე კარგი არჩევანი აქვს X ფირმას და ინტერნეტში ვერ პოულობ მისამართს. ინტერნეტში ვეძებ 21 საუკუნეა, ინტერნეტში ვეძებ, აბა სად მოვძებნი, ხო? და მისამართს ვერ პოულობ, ხალხო, სად უნდა მივიდე? ანუ მირჩიეს, რომ იქ მიდი და ვერ პოულობ. გაფუჭდა ამათი ბიზნესი თუ არ გაფუჭდა? ხო, ფაქ გამოდის რომ არ ქონია, თუ ვერ მივაგენი, ხო, პრობლემაც არ არის. ან ვერ ვაგნებ, ერთი ფირნიში არ დააყენა ვიღაცამ, რომ აი აქ უნდა შეუხვიორო და დაუждდებოდა ეს არ ვიცი რა ღირს ფირნიში, მაგრამ რაც არ უნდა ღირდეს თუ ვერ მოგაგნეს, ხო? და თუ კლიენტი უკვე დატანჯულია შენთან მოსვლის მომენტისთვის, პრობლემა გვაქვს, ხო? ჩვენ გვეუბნებიან ხალხო, რომ კლიენტები აფასებენ ყველაფერს თქვენთან ურთიერთობაში. შემოვედი, აი კლინიკაში ვიყავი, ჩემს ახლობელთან ერთად წინა კვირაში, ვინმე ხო არ ახართ ან კლინიკა, ან სამედიცინო ბიზნესი რამე თქვენ. რა ის არის? ესთეტიური ცენტრი. თავარი რა არის მაგ ბიზნესში? სპეციალისტები, ხო? და გარემო. კი ბატონო. ჭიქები დისპენსერთან? ხო. მივედით ძალიან ფოე და ამბავი და ისა და ჭიქა არ არის დისპენსერთან. ხო? და ანუ აი როგორ გითხრათ, შეიძლება იმ ვიღაცამ, აი ვინც მართავს იმ კლინიკას, სადაც მე ვიყავი, თქვას, რომ დიდი ამბავი კაცო, ექიმთან მოდის, წყლის დასალევად ხო არ მოდის. და ძალიანაც შეცდება.
იმიტომ რომ ექიმთანაც მოვდივარ, მაგრამ ექიმთან სხვაგანაც მივალ და ამიტომ განსხვავება უკვე არის წყლის დასალევად მოვდივარ დიახ და თუ ცხელა ან ცივა ან რა ვიცი კარს ვერ ვაღებ ან ვერ გაგნებ და ასე შემდეგ ის ორგანიზაცია ბევრ ფულს ხარჯავს, ისევ თქვენზეა ლაპარაკი გაიხსენეთ. ბევრ ფულს ხარჯავს რეკლამაში, აქ ბანერი შემხვდა, იქ ბანერი შემხვდა, იქ ბანერი შემხვდა, რეკავდა ტელეფონს არ პასუხობს არა. აი საოცრება არ არის? მაგრამ აი ჩვეულებრივი საოცრებაა. ხო გჯერათ? ხო ხდება ესეთი რამეები? ხო, იმიტომ რომ არ ვყოფნით, ხო? და იმიტომ რომ ფლობელები და ხელმძღვანელები თავარ კონცენტრაციას აკეთებენ ძირითად საკითხებზე კაფელი. ანუ იქ ის მუშა სანამ იგინებოდა, იმიტომ არის მუშა უპატრონოდ დატოვებული, რომ ფლობელები ბჭობენ კაფელი უფრო იაფად და ხარისხიანად საიდან ჩამოიტანო. ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ამაზე არ უნდა იბჭონ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ სხვა ყველაფერიც არის მნიშვნელოვანი. ეხლა რას ვამბობთ იმისკენ, რომ წავიდეთ დასკვნისკენ. პურს რო კლიენტი აჭმევს ბიზნესით და რეპუტაცია, თანამედროვე ბიზნესში რეპუტაცია არის მთავარი. გრძელვადიან პერიოდში შენზე რას ფიქრობენ, ხო, გინდა ბრენდი და არ ქვია ამას გინდა იმიჯი, რეპუტაცია არის მთავარი. თითოეულ თქვენგანს ვინც ბიზნესი გააკეთა და დაშენებული აქვს ეს ბიზნესი თავის პირად რეპუტაციას. ანუ პირველი შენი კლიენტი შენ გიცნობს პიროვნულად, პირველი შენი მომწოდებელი შენ გიცნობს და ჩვეულებრივი ამბავი. მერე რო გამრავლდა ხალხი, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს რეპუტაცია ისევ დადებითი დარჩეს და ისევ გაუმჯობესდეს, ხო? კლიენტი რას ყიდულობს და კლიენტი ყიდულობს მთლიან გამოცდილებას, გვეუბნებიან, არა კაფელს, არა წყალს, არა იმას, ოპერაციას, არამედ მთლიან ურთიერთობის გამოცდილებას. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. შესასვლელი კარი როგორია, მაგალითად, შენ თუ ამბობ, რომ ჩემი კლინიკა არის, ასე ვთქვათ, ელიტარული, ანუ პრემიუმ ფასს ვიღებთ და პრემიუმ მომსახურებას ვიძლევით. ძირს რა უნდა ეგოს? შესაბამისი რაღაცა. არა, რა ფერი და რანაირი გავიგე, მაგრამ შენ თუ ამბობ, რომ მე ვარ დონე ტიპი და სხვა რო იღებს ერთ ლარს, მე ვიღებ ლარ ნახევარს, მაგრამ ხარისხი მაქვს მაღალი, შენ დისპენსერთან, ხო, ისეთი ჭიქა კი არ უნდა იყოს, რომ იჭმუჭნება ერთ კაპიკიანი, რომ მოყვება. სხვანაირი ჭიქა უნდა იყოს. და იმაში შესასვლელს ტელეფონი თუ უდგას, ისე 20 თეთრიანი იმას და შხრიალებს რო ვრეკავ, მოკლედ რაღაცა ფიცი მწამს ბოლო მაგვიროებს ამბავია. რა ხო ხვდები? ანუ გემოვნების საკითხია გეთანხმებავს. ანუ ღია ფერი იქნება თუ მუგი ფერი, ეგ არის გემოვნების საკითხი, მაგრამ შენ რო ამბობ, რომ მე პრემიუმ ტიპი ვარ და აი ძიშოვი გადაწყვეტილებებს იღებ, მერე ხალხი ხვდება, რომ შენ პრემიუმ ტიპი კი არა ხარ, მარტო აღება გინდა პრემიუმის, თორე გაცემა პრემიუმის არ გინდა, ხო? ანუ ზედ გადაყოლა კლიენტის არ გინდა, ხო? დაბრუნებები, აი მაღაზიის კლიენტი ხო ყველანი ხართ, ხო? დაბრუნება, რომ იბრუნებს მაღაზია უპრობლემოდ რაღაცას, რა, ხო? პრემიუმ თვისებაა თუ არა? ძალიან მაგარია, ხო? თან ჩვენ რეალობაში მაღაზია, რომელიც მაგას დაგანახებს, რომ არ გიქმნის პრობლემას, აქვს უფლება, რომ ფასი ედოს მაღალი. აი ესეთი ლოგიკა გვაქვს რა, რომ ისე იქცევა, შესაბამისად იქცევა, იმ 500 ლარის შესაბამისად იქცევა. ხო? და ვიღაცა, რომელიც ლარ და 60 ყიდის რაღაც წინდას არ მოველით იმისგან, ჩვენ მოველით, რომ ლარ და 60-იანად მოიქცევა, ასე ვთქვათ. მოკლედ მოიქეცით ისეთ დონეზე, რა დონეზეც გინდათ, რომ კლიენტებმა დაგინახონ, ხო? თანამშრომლების განწყობა არის თუ არა ამ მთლიანი გამოცდილების ის არის. იმიტომ რომ დავრეკე კლინიკაში, ჩემო ბატონო, აი სანამ მივიდოდ იმ კლინიკაში, დავრეკე და იმასთან ნევროპათოლოგთან ჩაწერა გვინდა მეთქი და ისაო. ხო, 20 მარტისთვის რა გჭირთო კი არ ვკითხე. კუდეები ცუდად ვარ, გდივართ, არ აინტერესებს. ექიმს აინტერესებს და დამფუძნებელს აინტერესებს, მაგრამ ამ გოგოს არ აინტერესებს ტელეფონს რო პასუხობს.